იმ წლის 1 აპრილს სოფელ ხონში იშვიათად უცნაური ამინდი იდგა. დილიდან სოფელს კუპრივით შავი ღრუბელი დააწვა. ხან თოვდა, ხან ხოშკაკალა მოდიოდა, ხან წვიმა, ზოგჯერ კი გაზაფხულის მზე ანათებდა. დრო გამოშვებით ისეთი გრიგალი ამოვარდებოდა, რომ მთელი სოფელი ჭრიჭინებდა და ზარზარებდა. იმ დღეს დილიდან მამაჩემის სილიბისტრო კვაჭანტირაძის სახლში, რომელიც სოფლის განაპირას იდგა, დიდი ფაციფუცი იყო. სილიბისტროს მეუღლე, ჩემი დედიკო პუპი, პირველ შვილზე იწვა მელოდინე. ოჯახი ფეხზე იდგა. ვაიმე! ვაიმე! მიშველეთ! მიშველეთ, რაცხა, მიშველეთ! გაიგო, შეგალო! ვის არ უმშობიანებია და ვის არ გოუჩენია, ბაღარა! აღარ მინდა! დედები ფიქრე! აღარ მინდა! კუბოდავდი კვაჭანტირაძეების! შენ გადაგავლე მაკვერებზე დუღარე! აღარ მინდა! კუბო, თქვენი! ხმაზე სილიბისტრო და ხუხუჩიჩია შემოსვიდნენ. ვაშია! ვაში! მადლობა უფალ! კვაჭი და მირქმერია. 1 აპრილს დაიბადა კვაჭი კვაჭანტირაძე.